მაქსიმალური სასჯელი გიგა ავალიანის მკვლელობისთვის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება და ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ციხეში 10 წლითა და 6 თვით გაუშვა. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, ის ციხეში 6 წელსა და 9 თვეს გაატარებს. მოსამართლის გადაწყვეტილებას დღეს სხდომათა დარბაზში ისმენდა მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე. კმაყოფილია მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით თავდაპირველად ტყეშელაშვილმა დაკავებულ პირებს 14 წლიანი სასჯელი შეუფარდა, თუმცა ამის შემდეგ უკვე წლები კანონით გათვალისწინებულად გადანაწილდა. საქმეში მოპოვებული იყო უამრავი ვიდეო მტკიცებულება, 2 ეპიზოდად განიხილებოდა საქმე, ეს იყო დიღმის ძალადობის ეპიზოდი და ასევე მასწავლებლის მკვლელობის საქმეც. სწორედ ამიტომ მოსამართლემ გიორგი რიკაძე და ალექსანდრე გაბაშვილი 10 წლითა და 6 თვით გაუშვა ციხეში. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მის საქმეზე წლები გამოცხადდა მხოლოდ დიღმის ძალადობის ეპიზოდზე, რადგან გიგა ავალიანის გამოყოფილ საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს შეუტყობინებლობას ედავებიან, ამიტომ მის საქმეზე ახლა საქალაქო სასამართლოში ეტაპობრივად მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა და სავარაუდოდ უკვე რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი ასევე რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ჩიქოვანის ნაწილზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მე დღეს შემივსუბუქა. თუ შეიძლება რამე შემსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თავის ბოლო ნაწილში შემიმსუბუქა ჩვენ დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც ვერ ვიღებ, შინაგანად ვერ ვიღებ, ვერ ვიცილებ გიგას. მე მართლა სპეტაკიშვილი მომიკლეს. ხო, ჩვენ ერთად ამოგწყვიტეს. მე ნიკაც მომიკლეს. თქვი და ვიმეორებ. გიგას წართვეს სხეული და ასამარეს, ნიკას წართვეს სული და ჩაყოლეს გიგას სამარეში და მე ორ შვილს ერთად ვტიროდი შუმი ბღავილით, ვერ ვიღებდი ხმას, იმიტომ რომ მე უნდა მებრძოლა ჩემი გიგას ღირსებისთვის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული და ასე ვთქვათ, გულში ჩამსხდომი იყო, რომ უემოციოდ არ დატოვა არც ერთი მსმენელი, რომელიც უკვე ღია სასამართლოს ხდომაზე ესწრებოდა პროცესს. ეს არის ასე ვთქვათ, სამაგალითო გადაწყვეტილება, რომელიც სასჯელის დასაბუთების კუთხით იმდენად მნიშვნელოვანი და ღრმააზროვანია, რომ დარწმუნებული ვარ, სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. მოგეხსენებათ, რომ დაცვის მხარე სპეკულირებდა იმ საკითხით თითქოს და ვინმეს ავიწროვებდა გიგა ავალიანი და ცდილობდნენ ამით დაზარალებულის რეპუტაციის შელახვად, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდა დაცვის მხარეს და მათ გულშემატკივრებს. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმის განხილვა, როგორც პროკურორი განმარტავს, დაცვის მხარე არაერთხელ შეეცადა მასწავლებლისთვის რეპუტაციის შელახვას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში იყო უამრავი პირდაპირი მტკიცებულება, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და არასრულწლოვნებს მოუწევთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ციხეში იყვნენ.